ეროვნული სულისკვეთება თუ მოდური ტენდენციები ჩოხა და ჩიხტიკოპი ქართულ პოლიტიკაში პარლამენტის წევრების დრესკოდი შესაძლოა შეიცვალოს. ინიციატივით კონსერვატული პარტია გამოდის. ბიძინა გუჯაბიძის აზრით კლასიკურ საქმიან სტილთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალურმა სამოსმა უნდა დაიმკვიდროს ადგილი. ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია, ვინ შეცვლის კოსტიუმს ჩოხით ქრონიკა დღეს დეპუტატების ჩაცმულობით დაინტერესდა. საქართველოს პარლამენტის წევრები პლენარულ სტოლამდე რამდენიმე წუთით ადრე. ჩაცმულობის სტილი საქმიანი, ქალბატონები უპირატესობას მუქ და მშვიდ ფერებს ანიჭებენ. მამაკაცები კლასიკურ პიჯაკებში, ძირითადად ჰალსტუკის გარეშე. გამორჩეულია ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბა სანიკიძე. ცნობილია, რომ ის მკაცრ სტილს არ აღიარებს. ეს კადრები ქუთაისში ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სტომაზეა გადაღებული. სამუშაო ადგილზე კონსერვატორები ტრადიციულ ჩოხა ახალუხში გამოჩნდნენ. ბიძინა გუჯაბიძე თანაგუნდელებთან ერთად ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემელია. კონსერვატორებს საკუთარი რეპერტუარიც გააჩნიათ. გუჯაბიძემ დღეს თანამედროვე სტილი აირჩია. მიუხედავად ამისა, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ითხოვს. გუჯაბიძის აზრით დეპუტატებს ალტერნატივა უნდა ჰქონდეთ. საქართველოს პარლამენტის დარბაზში უნდა იყოს ან საქმიანი, ჩვეულებრივი საპროტოკოლო საქმიანი პიჯაკით წარმოდგენილი მამაკაცები და შესაბამისად ქალბატონებიც ასევე შესაბამისად საქმიანი განსაცვლელი წარმოდგენილი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტის წევრები ჩათვლიან საჭიროდ, რომ მათ ეროვნულ განსაცვლელით იყვნენ ისინი წარმოდგენილები საქართველოს პარლამენტში, ნებისმიერ დროს როცა მათ ეს საჭიროდ ჩათვლიან, მათ შეუძლიათ ეცვათ ეროვნული ჩოხა. შელაპარაკება და ჩხუბი ოპონენტებს შორის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ტრადიციად იქცა. ამ გამოცდილების მიუხედავად გუჯაბიძე პლენარულ სტომაზე ქართული ეროვნული სამოსის აუცილებელი ატრიბუტის ხანჯლის ტარებაში საფრთხეს ვერ ხედავს. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტის სუსტი სქესის წარმომადგენლების გარდერობს შესაძლოა ჩიხტიკოპი შეემატოს. ქალბატონებისთვის აი ეს ტრადიციული ქართული სამოსი რომელიც არის მე ძალიან მომწონს. სიამოვნებით სადღესასწაულო ღონისძიებაზე მოვიდოდი. ველოსიპედიდან ცხენზე გადაჯდომის პერსპექტივა არხიბლავს საპარლამენტო უმცირესობის წევრს. ყოველ დღე თუ აქ ჩოხა ახალუხით ვიარეთ, ზამთარში ნაბდებით, მე გარეთ შემოსასვლელად ცხენები დავობით და თავლა გავხსენით და თივა დავუყარეთ, ძალიან სასცილო გამოჩნდებით. მე ჩოხით ვერ მიხილავთ ვერც ერთ შემთხვევაში, იმიტომ ჯერ ერთი პირველი არა მაქვს ჩოხა. მე ვერავის ხათრით ვერ ჩავიცნობ იმას, რაც არ მიხდება და მე არ მიმაჩნია, რომ ჩოხა არის ერთადერთი ეროვნული განსაცვლელი საკითხი. ცოტა მეტი წარმოდგენა მაქვს ჩემს ისტორიაზე. ჩოხა ჩვენ გვაცვია შეიძლება 100-200 წელია, ხოლო ნაციონალური თვითშეგნება არის 6000 წლის. ამიტომ მე შეიძლება მეფე აიეტის ფორმით გამოვცხადდე და თქვა, რომ ისაა ნაციონალური. რაც შეეხება ეროვნული ან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ბიძინა გუჯაბიძე ფიქრობს, რომ ტრადიციული სამოსის ტარების უფლება არც მათ უნდა შეეზღუდოთ.